ტრადიციულად ყოველთვის ჩვენ ვცდილობთ ისეთი ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი ჩვენი სპორტსმენები, რაც შეიძლება მეტად გაგაცნოთ ამ გადაცემაში და დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ მართლაც ახალგაზრდა სპორტსმენს, სპორტის მოდი ესე ვიტყვი რომ ჯერჯერობით არც თუ ძალიან პოპულარულ სახეობასთან საქართველოში ჰოკეიდან, თუმცა ამ ადამიანმა მოახერხა გინესის რეკორდების წიგნში შესვლა და შესაბამისი სერტიფიკატიც მიიღო, აი ეს სერტიფიკატი. ხედავთ ალბათ, საუბარია რატი გრძელიშვილის მართლაც უნიკალურ რეკორდზე. ერთ წუთში მან ჰოკეის ჯოხით 91-ჯერ აკეწლა შაიბა. გადაცემის ბოლოსკენ ამას ჩვენთანაც გააკეთებს რატი, მაგრამ დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან სტუმრად და მოდი დავიწყოთ იქიდან რომ შენ ეს უბრალოდ შენი ესეთი ინიციატივა იყო რომ რეკორდი დაგემყარებინა, თუმცა რამდენადაც მე ვიცი საკმაოდ წარმატებული ჰოკეისტიც ხარ, ქუთაისის თეთრ დათვებში თამაშობ, ხო? და ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ხარ ჩვენი ჩემპიონატის. მოდი დავიწყოთ ჯერ შორიდან. რატომ ჰოკეი? იმიტომ რომ ქუთაისი ძალიან საფეხბურთო ქალაქი, ან საკალათბურთო ორივე მხრივ ძალიან წარმატებული სპორტსმენები ყავს ბოლო პერიოდში, უკვე ძიუდოშიც ძალიან ბევრი წარმატებული ქუთაისელი ყავს. რატომ ჰოკეი? კი ბატონო, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის გადაცემაში. ყველაფერი დაიწყო დაახლოებით ვიყავი 5 ან 4 წლის, კარგად არ მახსოვს, როდესაც რაღაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო წავედით ყინულის ჰოკეიზე, რადგან ექიმა გვერდში რომ იქ ბრონხების ამბავი იყო ალბათ. კი, დაახლოებით ეგრე იყო და რავი, იქ იყო ფიგურული სრიალის ჯგუფი იყო, სადაც გავწევრიანდი და 2 წლის განმავლობაში იქ ვიარე. საკმაოდ საინტერესო და კარგი იყო ეს სპორტი აგრეთვე ჩემი ჯანმრთელობისთვის და ერთ დღესაც, როდესაც მივდიოდი ერთ-ერთ ვარჯიშზე, დავინახე ჰოკეის ფორმაში გამოწყობილი ბიჭი, რომელიც მიდოდა თავის ვარჯიშზე რა, ჩემი ვარჯიშის შემდეგ. და გადავწყვიტე შევსულიყავი მენახა თუ რა არის საერთოდ რატო ეცვა ეს ფორმა ასე და საკმაოდ ეფექტური ფორმაა კი ვაღიარებ. საკმაოდ ლამაზი და ძალიან და ისე ვისაც ჰოკეი ცოცხლად ერთხელ მაინც აქვს ნანახი, მე მქონდა ბედნიერება ეს განმეცადა მართლაც საოცრად სანახაობრივი და აი დინამიური სპორტის სახეობაა ნამდვილად. კი, თან ძალიან სწრაფი სპორტი არის. და გადავწყვიტე შევსულიყავი და მაგრად მოვიხიბლე პირველ რიგში ვითრო სისწრაფე აქვს, ძალიან სწრაფი სპორტი არის. ლამაზად გამოიყურებიან მოთამაშეები და ვიფიქრე, მეთქი, აი რატო არ შეიძლება ახლა ვეცადო ამ სპორტში ჩემი ბედი თქო და დაახლოებით 7-8 წლის ვიყავი უკვე და გადავწყვიტე უკვე გავხდარიყავი ჰოკეისტი, ყინულის ჰოკეიზე შევედი და გადავდგი ჩემი პირველი ნაბიჯები. აი როდის მივხვდი ის უნარები, ის რაღაც სკილები ესე რაც არის, ახლა პრობლემა უკვე მოგივიდა და უკვე ძალიან ისეთ კარგ დონეზე ახვედი. ეგ ჰოკეიზე გულისხმობ ჰოკეის რა თქმა უნდა. დაახლოებით ეგ ვიყავი უკვე 10 წელს ზევით, იმიტომ რომ 10 წლამდე ჯერ ვარჯიშები იყო, ინტენსიური ვარჯიშები. კვირაში დაახლოებით 4-3 ჯერ გქონდა, ამის გარდა კიდე ჰოკეის გარეთაც ვარჯიშობდივე. და რა ვიცი, ერთი 12 წლის ზევით უკვე დავიწყე ჩემ თავზე უფრო პროფესიონალად ვარჯიში. გადავწყვიტე უფრო ხშირად ვიარე ყინულის მოედანზე. და ხანდახან იქ ბავშვები, ცოტა დაბალი ასაკის ბავშვებს იქ ვავარჯიშებდი და ვასწავლიდი მათ. შენი აღნაგობით თუ იმსჯელებთ, უფრო შემტევი ხარ. კი, შემტევი ვარ, მარჯვენა შემტევი. ანუ სწრაფადაც დასრიალებ. რა თქმა უნდა. გამძლეობა ერთ-ერთი უმთავრესია ჰოკეიში, ხშირად ხდება ცვლილება, შემდეგ უნდა დაბრუნდე ისევ აღდგენილი. აი რამდენად არის ეს მომენტები? ეგ სტამინა, ეგრე უწოდებთ, აი მაგალითად ჰოკეის თუ გაძლო 2 წუთი ერთ თამაშზე, ერთ პერიოდში ძალიან მაგარი არის, იმიტომ რომ აი რო წარმოვიდგინოთ ახლა შედის ჰოკეისტი და თავისი მაქსიმალური სისწრაფით დარბის რა. ეს ადამიანთა ძალიან ცოტა დარბის არა ფეხით, არამედ ციგურებით. ციგურებით თავასთან ერთად აქვს დაახლოებით 5-ან მეტ კილომდე აღჭურვილობა ტანზე. რაც სიმართლე გითხრათ, არ ამძიმებს ადამიანს, რადგან გადანაწილებული არის ყველა ადგილში და რა ვიცი, თავს კომფორტულად გრძნობს, როცა ადამიანია ამ თლიანობაში მაინც ზედმეტია. კი, რა თქმა უნდა, ზედმეტია არის. აგრეთვე გულშემატკივრების
კომაგობა იქიდან ძალიან დიდ мотивაციას მაძლევს, როცა მაგალითად გოლს გავიტან ან რა ვიცი. ქუთაისი ამ ხრივ გამორჩეულია. კალათბურთზე, ფეხბურთში არაკლია გულშემატკივარი. აი ჰოკეიში რა ხდება ამ ხრივ? ჰოკეიში ქუთაისში გვაქვს ერთი არასტანდარტული ზომის ყინულის მოედანი, დაახლოებით უკვე აი 15 წელზე მეტი არის ალბათ და რა ვიცი, სურვილი გვაქვს ქუთაისის ჰოკეისტებს და არა მარტოდ რომ აშენდეს სტანდარტული ზომის ჰოკეის მოედანი. ჩემი ინფორმაციით უკვე თბილისსა და ბათუმში თითქმის დამთავრებული არის სტანდარტული ზომის ჰოკეის მოედანი და ნელ-ნელა უკვე იწყება შესარჩევი თამაშები, დაკვირვებები თუ ვინ იქნება მომავალი ნაკრებში გადასვლის კანდიდატები, ხო, ასე შეიძლება ითქვას რა. მე აგერ მომგებიან კოკა-კოლასაც გავხსნი, სხვათა შორის შენს გირჩევ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო და კარგი პრიზებია და გავაგზავნოთ ამის შემდეგ აუცილებლად მაინტერესებს იგივე აი რამდენად შენი მაგალითის შემდეგ რამდენად დაინტერესდნენ ქუთაისში სპორტის სამსახიობობით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი სპორტის სახეობაა და ძალიან პოპულარული საქართველოში ახლა იყიდებს ფეხს. აი არის თუ არა დაინტერესებაც. თან ბოლო პერიოდში ქონდა ასე თუ ისე წარმატებები სანაკრებო დონეზე. კი, ამ დროისთვის საქართველოზე რო გითხრათ, ვართ მეორე დივიზიონის ბ ჯგუფში და უფრო ადვილად რო გითხრათ, დაახლოებით თუ არსებობს 83 ქვეყანა ამ დივიზიონში არა, საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობს 83 ქვეყანა და ჩვენ თუ არსებობთ ვართ 50-მე ადგილზე, აი 83 ქვეყნიდან. რა ვიცი, როცა ასეთი ყინულის მოედნები არ გვიწყობს ხელს ჩვენს საქართველოში. მოდი კიდევ ვთქვას, არ გვიწყობს, არ გვაქვს სტანდარტულები. ხო, ჯერჯერობით არ გვაქვს სხვადასხვა რიგი მიზეზების გამო აგრეთვე უწევთ მე მახსოვს, რომ ადრეს საერთოდ უცხოეთში გადიოდნენ შეკრებებს, როდეს ტურნირების წინ და ხო, ტურნირების წინ ქართველი და არა მარტო ქართველი ჰოკეისტები მიდიოდნენ სხვა ქვეყანაში, რათა გაერათ რაღაც მომზადებები და შემდეგ ემონაწილეებათ შესაბამის ტურნირებს. რატი აუცილებლად უნდა კითხო, იგივე ყველა სპორტსმენის თავარი ასე ვთქვათ სურვილი არის რომ რაც შეიძლება ძლიერ ლიგაში მოხდეს. აი არის თუ არა ამ ხრივ დაინტერესება ქართველი ჰოკეისტებისადმი, სკაუტები აკვირდებიან თუ არა ჩვენს ჰოკეისტებს და არის თუ არა შენი მიზანიც ეს რომ შემდეგ უკვე ძალები უფრო ძლიერ ლიგაში ცადო. კი, ჩემი მიზანი არის ვითამაშო მაღალ ლიგაში, ეს შეიძლება იყოს NHL-ი, IHL-ი, არა აქვს მნიშვნელობა, ანუ ისეთ მაღალ ლიგაში, სადაც მეტად დაფასებული იქნები, მეტად გამოაჩენ შენ თავს. და საქართველოზე შეგვიძლია ეს ვთქვა, რომ საქართველოში ჯერჯერობით არ არიან სკაუტები, რადგან ეს სპორტი არ არის იმდენად განვითარებული, როგორც მაგალითად კანადაში არის, ლატვიაში არის, ფინეთში არის და შვედეთში და სხვა ასეთ ჩეხეთში. ხო, სხვა ასეთ განვითარებულ ქვეყნებში რა და ვისურვებ, რომ ეს სპორტიც აქ განვითარდეს, მაგრამ სანამ განვითარდება, მანამდე ვფიქრობ, რომ ჯერ და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა და სურვილი, რომ ვითამაშოთ უფრო მაღალი დონის ჰოკეი და ვფიქრობ, რომ ამით დაინტერესდება უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნები, ჩამოვლენ აქ, დაგვაკვირდებიან და თუ რა თქმა უნდა მოეწონები, წაგიყვანები. აი შენი რაღაც პორტფელიო გაქვს გაკეთებული, რომ თუნდაც გააგზავნო ვინმე დაინტერესო რაღაც არის ესე? კი, ჰოკეისტებს, ვისაც სურს ეგეთი რამე, რომ გაუგზავნოს ვიღაცას, ვფრით სხვადასხვა პორტფელიოებს, CV შეიძლება ასე დავარქვათ, სადაც წერ შენ მონაცემებს, სიმაღლე, სად გახარ, რომელი მხრიდან ურტყავ და რა ვიცი შენ მონაცემებსაც წერიქ და ამ შემთხვევაში მე გამიმართლა და იქ ჩემს CV-ში ჩავაბატე გინესის რეკორდს, რაც ასე ვფიქრობ, რომ საკმაოდ წინ წამწევს სკაუტების თვალში. მოდი, გინესებს დაუბრუნდეთ. საიდან მოგივიდა ეს იდეა? ყველაფერი დაიწყო დაახლოებით 6 თვის წინ, როცა ჩვენი ერთ დღეს გავიღვიძე და გადავწყვიტე ცოტა განსხვავებული დღე მქონოდა, ჩავრთე კომპიუტერი და რატომღაც პირველი ამოაგდო გინესის რეკორდები რა. მოდი აი მაყურებელს უთხრათ, რომ შენ 50-ით გააუმჯობეს ეს წინა რეკორდი, ხო? 41 იყო. 41 ხო, წუთში. კი. და გადავწყვიტე შევსრულიყავი ოფიციალურ საიტზე და ჩემი სპორტი დამეკავშირებინა გინესის რეკორდებთან რა. და როდესაც ძიებაში შევედი,
ამომიგდო პირველი ესეთი რამ, რომ ჰოკეის ჯოხით 1 წუთის განმავლობაში მსოფლიო რეკორდი არის 41, რომ ადამიანი ისე თამაშის დროს ესე კენწლო შეგიძლია წაიღო. კი, შესაძლებელი ვარ, საკმაოდ ძნელი არის, რადგან თამაშის დროს იქ აგრეთვე არის ფიზიკური კონტაქტია მეტი. ყინული არის და ცოტა ძნელდება, მაგრამ შესაძლებელი არის. და იმ ადამიანს ჰქონდა 41, თუ არ ვთქვი, იყო კანადელი და მეც გადავწყვიტე, რომ ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მეცადა ამაში ბედი, რადგან ამით ვფიქრობ, რომ იმ დროს ვფიქრობდი, რომ დავანახებდი საქართველოს თუ როგორ არიან საქართველოში დაინტერესებულები ადამიანები ამ სპორტით და როგორ უნდათ ამის განვითარება რა. მოდი, ჩვენც გვანახე ახლა როგორია შენი, ასე ვთქვათ, აი ეს გინესის რეკორდების ეს მაჩვენებელი, ძალიან მაინტერესებს მართლა და ალბათ ჩვენი მაყურებელიც სიამოვნები. მე მგონია რომ მე ხო იცი ქართველები როგორები ვართ, ბევრს გაუჩნდება სურვილი მოგბაძოს და ნახოთ. კი, ეგე მინდა მეც. შეიძლება მე ვცადო? კი ბატონო. ხელთათორები თუ გიდათ? აბა მე. ეს არის მემარცხენე. ეს არის მემარცხენე ჯოხი. მე რომ მემარჯვენე ვარ? არა უშავს. ეგრე უნდა დაიკავო ეს მარჯვენა ხელი აი აქ. აქ. მარჯვენა ხელი აქ. უნდა ჩაჯდეს მარცხენა ხელი ქვევით. ქვევით. და ეს ხელი? ხო. ეს ამას უნდა დაადოთ. ასე, აი. ასე? აი, ეგრე. უიმედე, ესე რას გააკეთებ? აი, ეგრე უნდა იყოს. ოღონდ ასე არ უნდა იყოს. აბა? ანუ თავისუფლად უნდა იყოთ. ვაი. ერთი გეთვლებათ. 2. ვაუნჯობესებ მე. იცი როგორ არის? აი, ეგრე ხო დაიჭერთ? ხო. და აი, ცოტა იქით უნდა გადაატრიალოთ. არა. შემიშავა ხელი, თორე მე უკეთესად ვაკეთებდი. 1. აჰა. 1, 2. ისე ძალიან ისეთია. კონცენტრაცია ჭირდება. არა, ურთულესია ნამდვილად, ურთულესია, მაგრამ მე ძალიან მიხარია, რომ რატი გავიცანით ჩვენ და გავაცანით ჩვენს მაყურებელს, რატი გძელიშვილი იყო სპორტერას სტუდიის სტუმარი და მე დავიმახსოვრებ მის ყველა ასე ვთქვათ სიტყვას და იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე უკვე იმ ლიგაშიც გიხილავთ, სადაც შენ ძალიან გსურს და ბევრი წარმატებები შენ ქართულ ჰოკეისთან ერთად და საქართველოს ნაკრებთან ერთად უახლოესი მატჩებიც მე მგონი ძალიან მალე გელოდებათ, ხო? 2025-თვის აპრილისთვის. ძალიან კაი, ეს რატი გძელიშვილი იყო, ჩვენი გინესის რეკორდსმენი.